ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის გონებას ხმით კითხულობს და შემდეგ შიფრავს. მეთოდი წარმოადგენს ხმოვან ტალღაზე დაფუძნებულ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანის მიერ საუბრისას წარმოქმნილ ინტონაციას, პაუზებს, რიტმს, ენერგიასა და სხვა პარამეტრებს დეტალურად აანალიზებს და ამ მონაცემების საფუძველზე მაღალი სიზუსტით და უმოკლეს დროში ადგენს ადამიანის ფუნქციურ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას. ისევე როგორც თითოეულ ადამიანს გააჩნია უნიკალური გენეტიკური კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის ფიზიკურ მახასიათებლებს. BTU-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ჰუმანოს სისტემა ავლენს ადამიანის უნიკალურ ფსიქოლოგიურ კოდს, ჰუმანოს ინდექსს. ეს კოდი ასახავს ინდივიდის ემოციურ რეაქციებს, კომუნიკაციის ფორმას, ქცევის ლოგიკას, ფიქრის სტილს და იმ შინაგან ოპერაციულ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოქმედებს. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა, რომ გარდა გენეტიკური კოდისა არსებობს ფსიქოლოგიური კოდი. ვაჩვენეთ ეს როგორც კვლევით მაგალითებზე, ისე კონკრეტულ მაგალითებზე, როგორ მუშაობს, როგორ იკითხება ფსიქოლოგიური კუთხე, როგორ კითხულობს ადამიანის აბსოლუტურად მის ქცევას, ფიზიკურ ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებებს, ემოციებს და ასე შემდეგ. და ფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, მაგრამ ამასთან ერთად შეიცავს ბევრ რისკებს და ამიტომ ძალიან აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე უკვე შემოვიღებთ მათთან ერთად რეგულაციას, ანუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიისგან თავისთავად ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი გავრცელება და ის ხელმოსაწვდომი უკვე გახდება იმ სფეროს სპეციალისტებთან, რომელიც შესაბამის ცოდნას და განათლებას მიიღებენ ამ ტექნოლოგიას. ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში არის საბაკალავრო პროგრამა, რომელზეც ჩარიცხული სტუდენტებიც დაეუფლებიან და ისწავლიან ჰიუმანოესის სისტემის გამოყენებას. ეს არის ინოვაციური ციფრული პროდუქტი, რომელიც დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და სპეციალური მოდელით, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შემუშავდა, განახორციელონ თავისი პროფესიული საქმიანობა. ჰუმანოს ახალი თაობის ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანის ხუთგანზომილებიან ხმოვან მონაცემებზე დაყრდნობით, ინტონაციის, საუბრის ტემპის, რიტმისა და ემოციური ტალღების ანალიზის მეშვეობით ქმნის ადამიანის ფსიქოკოდს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ საუბრის ჩანაწერის საფუძველზე სპეციალურად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ამოიცნობს ტალღურ კოდებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ სტრუქტურასთან და ახდენს მათ ინტერპრეტაციას იმ სიზუსტით და სიღრმით, რაც აქამდე ვერც ერთმა სისტემამ ვერ შეძლო. ინოვაციური პროდუქტი შეიქმნა BTU AI-ის პლატფორმაზე, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტთა კომპეტენციას. ჰუმანოსის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები უკვე განთავსებულია ევროპის წამყვან რეპოზიტორ ბაზებში. ფსიქოკოდი იგივე ადამიანის ტალღური კოდი იშიფრება როგორც ინფორმაციული ენერგეტიკული სიგნალების სტრუქტურა. თუ გენეტიკური კოდი გვაწვდის ინფორმაციას ბიოლოგიურ სტრუქტურაზე და უჯრედის ფუნქციაზე, ფსიქოკოდი გვაძლევს ინფორმაციას ცნობიერების, ქცევისა და რეაგირების მექანიზმებზე. BTU-ს მიერ შემუშავებული ჰუმანოს სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს სწრაფად და ზუსტად დავინახოთ, თუ რატომ იქცევა ადამიანი ისე, როგორც იქცევა, რა დგას მის არჩევანსა და ემოციურ რეაქციებს მიღმა. როგორ შეიძლება განვითარდეს ისე, რომ სრულიად გამოიყენოს საკუთარი შინაგანი რესურსი და ასე შემდეგ. უნიკალურია იმ კუთხით, რომ ინოვაციურ გზას გვთავაზობს შევისწავლოთ ფსიქოლოგიაში არსებული საკითხები და შინაარსები. ეს პროექტი რეალურად საშუალებას იძლევა დაწყებული ინდივიდიდან დამთავრებული კულტურებით ვიპოვოთ მსგავსებები და განსხვავებები და ის საკითხები შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ, რომელიც შეუძლებელი იყო უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე. ჰუმანოსის და ფსიქოკოდის თეორია ახალი ეტაპია ფსიქოლოგიის სფეროში. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფსიქოთერაპიაში, ორგანიზაციულ მართვაში და ასე შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ადამიანის ქცევის შესწავლა და ანალიზი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს შემდეგს: ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა ტექნოლოგიების გამოყენებით მოკლე დროში უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი და გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია პიროვნული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის.